გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. დიახ, ის რაც ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე საათის წინ, არის ძალიან მძიმე რეალობის ამსახველი, რომელშიც დღეისთვის საქართველო იმყოფება. ეს არის სიტუაცია, როდესაც სამწუხაროდ არც პროკურატურა, არც სასამართლო და არც ერთი დამოუკიდებელი, ქაღალდზე დამოუკიდებელი ინსტიტუტი თავის ფუნქციას არ ასრულებს და ყველაფერი ეს მიმართულია უფრო და უფრო მეტი რეპრესიული მექანიზმების გამოყენებისთვის ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც რაიმე ტიპის კრიტიკა გააჩნია ხელისუფლების, ქართული ოცნების მიმართ და ეს ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმას იძენს, ხომ ეს პროცესი უკვე რამდენიმე თვეა რაც აქტიურად მიმდინარეობს. ეს იყო მათ შორის ერთი მხრივ კანონმდებლობის გამკაცრების ფორმით განხორციელებული, შემდგომ მისი იმპლემენტაციის ფორმით და დარტყმის და ესეთი რეპრესიების სამიზნე არის ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი, ინსტიტუტი თუ ზოგადად აქტიური მოქალაქე და ამის თვითმხილველები ვართ ჩვენ დღეისთვის. სამწუხაროდ მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო მაგალითად არ გამოიყენებს ახკვეთის ღონისძიებას ან სხვაგვარად იმოქმედებს, რა თქმა უნდა არ არსებობს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ რასაც ვაკვირდებით, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სასამართლო ავტომატურად აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რასაც პროკურატურა წარადგენს ხოლმე და შესაბამისად ეს ორი ფორმალურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი ძალიან ესე უნისონში ერთგვარად იღებენ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აი ამ რეპრესიების გამყარებას უწყობს ხელს. კი ბატონო, მე მინდა გკითხოთ ქალბატონონა, რომ აქ ვიხსნათ თქვენ როგორც იურისტს, სამართლებრივად როგორ ხდება, მაყურებლისთვის მინდა ავხსნათ ცოტა გასაგებ ენაზე, აი პროკურატურამ თქვა, რომ აი ვინც პატიმრობაში არის, იმათთან მიმართებით აღკვეთ ღონისძიებაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ისინი ჯერჯერობით პატიმრობაში არის. აი პროცედურულად თუ შეგიძლიათ აქ ვიხსნათ ეს როგორ შეიძლება მოხდეს, აი მაგალითად ვიცით რომ ხაზარაძე ჯაფარიძესთან მიმართებით უკვე გირაო მოითხოვეს, აი სხვების შემთხვევაში, რომლებიც ახლაც პატიმრობაში არიან, როგორია ეს პროცედურა, ანუ ის პატიმრობის ვადა უნდა ამოეწუროთ, გამოვიდნენ და მერე იმსჯელონ, თუ აი რა ელოდება ამ კუთხით, რომ იცოდეს საზოგადოება. დიახ, დღეს პროკურატურის განცხადების საფუძველზე, როგორც ნათელი ხდება, ეს არის 8 პირთან მიმართებით დაწყებული სისხლის სამართლებრივი მექანიზმები. ამ პროცესში აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ზოგადად და მისი ფორმის შერჩევა, თუ ეს ზოგადად სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება ხოლმე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდეს აღკვეთის ღონისძიება, მაგრამ ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესებზე დაკვირვების შედეგად, ის მონაცემები გვაქვს, რომ სამწუხაროდ პროკურატურა იმ საქმეებზე, რომელზეც ითხოვს აღკვეთის ღონისძიებას და აქ მნიშვნელობა არ აქვს ეს რა მუხლით მიმდინარეობს, აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო ყოველთვის აკმაყოფილებს ხოლმე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოცემულ ვითარებას, ამ 8 პირიდან, იმ პოლიტიკოსებიდან, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეები არის უკვე მიმდინარე აქტიურ ფაზაში, აქედან 6 ამ დროისთვის იმყოფება ისედაც თავისუფლება შეზღუდული, ისინი სხვა მუხლთან მიმართებით სასჯელის მოხდის ეტაპზე არიან, რაც დაკავშირებულია მათ შორის ასევე ძალიან საკამათო შემთხვევებთან, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხებოდა და ამასთან დაკავშირებით ჩვენს ორგანიზაციასაც ჰქონდა არაერთი შეფასება თავის მხრივ თვითონ რა მიზნით შეიქმნა ეს კომისია და რა იყო მისი მთავარი მიზანი, რომ მათ შორის პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, თუნდაც ის შეფასებები, რომელსაც ეს კომისია გააკეთებდა და ამის გაგრძელება არის სწორედ მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა აღკვეთის ღონისძიების ნაწილზე, ანუ ვინც ახლა თავისუფლება შეზღუდულია, შესაძლოა სწორედ ამიტომ არ ითხოვენ, რომ აზრს მოკლებულია, დამატებით პირობითად 2 თვით პატიმრობის გამოყენება იმ პირობებში, როდესაც ისინი ისედაც თავისუფლება შეზღუდულები არიან, პარალელურად შეიძლება გაგრძელდეს სისხლის სამართლის მექანიზმების პროცედურები ახალ მუხლებთან მიმართებით, ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, რასაც პროკურატურა როგორც ჩანს აპირებს და ეს დამოკიდებული იქნება მათ შორის იმაზე, როგორც არ იმართება ეს პროცედურები, თუ აი ამ სასჯელის ამოწურვის ვადამდე
არ იქნება ამ ახალ ბრალდების საქმეებზე დამდგარი კონკრეტული შედეგი, პროკურატურას რჩება ამის ბერკეტები, რომ დამატებით შემდგომ მოითხოვოს, მაგალითად ორ თვეში თუ ზოგიერთი ამ დაკავებული პირიდან სასჯელს ორ თვეში მოიხდიდა, უკვე შეფარდებულ სასჯელს, შეუძლია პროკურატურას, რომ აი ამ ორი თვის ამოწურის შემდგომ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, თუ სასამართლოში ჯერ არ იქნება დასრულებული ახალ ბრალთან დაკავშირებით საქმის განხილვა. ანუ ეს პროცედურები ისე არის, ისე შეუძლია გამოიყენოს პროკურატურამ, რომ ეს საქმე შეიძლება კვლავაც სასამართლოში განიხილებოდეს ახალი ბრალდების საქმეები, მაგრამ მათ, რომლებიც ორ თვეში გათავისუფლდებოდნენ ამ პირებს, უკვე ახალი ბრალის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შემდგომ შეუფარდონ. ეს სამართლებრივად ისე შეიძლება გამოიყენოს ეს ინსტრუმენტები პროკურატურამ, რომ არ გამოუშვეს. კიდევ უფრო რომ გამომარტივო, ესე იგი მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც დეკემბერში უნდა დატოვოს საპატიმრო, რო გამოვა ციხიდან, შესაძლოა ორ დღეში ჩაანიშნონ ამ ახალ საქმესთან დაკავშირებით. სანამ გამოვა, შეიძლება მანამდე, სანამ გამოვა, შეუძლია პროკურატურას მანამდევე მიმართოს, რომ დააზღვიოს, რომ ერთი დღეც კი არ გამოვიდეს კონკრეტული პირი ციხიდან და შეუძლიათ პარალელურად გამოიყენონ აღკვეთის ღონისძიების ახალ საქმეზე სასამართლოს მიმართონ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ისე რომ ეს ვადები ერთმანეთს გადაებას და არ იყოს ის მოცემულობა, როდესაც პირი დატოვებს ციხეს და შემდეგ ახალ საქმეზე რამდენიმე დღის შუალედით მიმართვა შეიძლება არ დაჭირდეს პროკურატურას და გადააბას ეს პროცედურები ერთმანეთს. კი ბატონო, და ქალბატონო, აი თქვენ გადაცემის და პროსტორეთ ინტერვიუს დასაწყისში საუბრობდით სწორედ აი იმ აბსურდულობაზე, რაც არის მიხედვითაც არის სწორედ ეს მუხლები შერჩეული კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ მე მაინც მინდა გამოვყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რასაც ეიდავებიან. ხომ აი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები და სასამართლო პროცესებზე ვიდეო მიმართვები გახდა საფუძველი, რის გამოც სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა. აი სხვების შემთხვევაში, ნუ იქ ვიღაცა ამბობდნენ, რომ აქციებს რაღაცა ორგანიზებდნენ, რადიკალიზაციას ცდილობდნენ პროტესტის დროს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ეკონტაქტებოდნენ და სიებს აწვიდნენ, ვინც და დაესანქცირებდნენ. ხო, აი პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის შემთხვევა არ ვიცი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში კიდევ რაღაცნაირად გამოვარჩიე, მოკლედ ჩამოთვლილი მუხლებიდან. რა სიტყვით, აი კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით, აი აბსურდულობაზე ვსაუბრობ, აი ეს ადამიანი, რომ სოციალურ ქსელში რაღაცას დაპოსტავს, ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, როგორიც არ უნდა იყოს იმ პოსტის შინაარსი პირდაპირ. ასე დავსვამ კითხვას. დიახ, თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ეს წესით არ უნდა იყოს, ხო? ან როდესაც კონკრეტული პირი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს და აი ამ ფარგლებში აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს რა თქმა უნდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არ არის, მაგრამ არც ეს შემთხვევა ახალი, რამდენიმე კვირის თუ აი უახლოეს წარსულის მაგალითები აჩვენებს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული განცხადებები სისხლის სამართლის მექანიზმების ფარგლებში მოაქცია პროკურატურამ და ასეთი ბრალდებები არ არის სამწუხაროდ ახალი რეალობა. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ის ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც მასობრივად მიმდინარეობს ეს შეზღუდვა მუხლების სხვადასხვა ფორმით და მათ შორის სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაც უკვე ინტენსიურად ხდება ამ მუხლების შესაზღუდად და ეს სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც დადასტურდა. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნონა იმისთვის, რომ დაგვითხრეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ნონა ქურდოვანიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა რამდენიმე წუთით რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ ეკა